მე ტომასი მქვია და მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც 2 თვის წინ გადამხდა თავს. მაშინ მოგზაურობით ვიყავი გადაცებული და ხშირად დავდიოდი მარტო მთებში. ერთ დღესაც დავიკარგე. თავარი გზიდან გადავუხვიე, რომ დანიშნულების ადგილამდე მალე მივსულიყავი, მაგრამ საერთოდ უცნობ ადგილას აღმოჩნდი. დღე ჩემ გარშემო რაღაც სხვანაირი გახდა, ბნელი და ძალიან ჩუმი. ბოლოს როგორც იქნა რაღაც გზაზე გავედი. იქ კი 2 ადგილობრივი დავინახე, რომლებიც აქ არსაიდან გაჩნდნენ. ისიც იყო, უნდა მეკითხა საით წავსულიყავი, რომ მამაკაცმა უემოციო სახით შემომხედა და მითხრა: ბილი კი იქ არის, მას გაუყევი. ქალმა კი დაამატა, მაგრამ არ გადახვიდე ბილიკიდან, რაც არ უნდა მოხდეს, დაიმახსოვრე. თავი დავუქნიე და გზა გავაგრძელე. მათმა სიტყვებმა დამაფიქრეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს ადგილობრივი უცნაური ადათ-წესების ბრალი იყო. უეცრად ბავშვის ტირილის ხმა გავიგონე. ის ბილიკისგან მოშორებით სიბნელიდან მოდიოდა. ძალიან შემეცოდა. გამახსენდა გაფრთხილება, მაგრამ არ შემეძლო უბრალოდ დამეტოვებინა ბავშვი ტყეში. დაუყვირე. ეი! ტირილის ხმა უფრო ხმამაღალი გახდა. ფანარი მივანათე ბუჩქნარში, მაგრამ იქ არაფერი იყო. ღრმად ჩავისუნთქე და ბილიკიდან გადავაბიჯე. ტირილის ხმა სულ უფრო და უფრო ღრმად მივყავდი ტყეში. შემდეგ კი უეცრად შეწყდა. ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა. გავჩერდი და ირგვლივ დავიწყე ყურება. შემდეგ კი დავინახე ის, ვინც ტიროდა. ტყეში ფეხში შველი იდგა. ბავშვი, მაგრამ სახეზე რაღაც ჰქონდა, დამატებითი კიდურივით. ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა. შემდეგ კიდევ დავაკვირდი და გვერდზე დავინახე სილუეტი. ეს ყველაზე საშინელი რამ იყო, რაც ცხოვრებაში მინახავს. ამ დროს ბავშვმა გამიხიმა. მივხვდი, რომ აქ მსხვერპლი ის კი არა მე ვიყავი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მათ ალყა შემომარტყეს და სულ უფრო და უფრო მიახლოვდებოდნენ. და იცით, მე არ ვნანობ, რომ გადავუხვიე ბილიკიდან, რადგან ახლა ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ.